მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ტვინის გასაღების მე-40 ეპიზოდით. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი საბა ჯანაშია და წარმოგიდგენთ ჩემთან წამყვანს თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დავამგვალეთ ხო, ავედით 40-ზე და მინდა და შენც გინდა და ერთად გვინდა რომ სერიოზული განცხადებები გავაკეთოთ დღეს ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლებისთვის, დავაანონსოთ ჩვენი მომავალი გეგმები. და ცვლილებების შეტანა გვინდა ჩვენ გადაცემაში, ასევე ცვლილებების შეტანა რა თქმა უნდა, კაი კუთხით და ასევე გვინდა რომ უფრო მრავალფეროვანი რო გახდეს ჩვენი გადაცემა. კი, რადგან ანუ სულ ერთბაშად ერთი და იგივე რაღაცა თემები, რაც ბევრი ადამიანისთვის საინტერესოა, ბევრი ადამიანისთვის რაღაც მომენტში დამღლელია. ვინაიდან და რადგანაც, ესე უნდა ვთქვათ. მოვიფიქრეთ ეგეთი რაღაც, რომ მე და თორნიკემ გავაკეთოთ ცალ-ცალკე გადაცემებიც გარდა ამ გადაცემისა. ანუ კარგად რო ავხსნა რა. იქნება ტვინის გასაღები, როგორც ჩვენ ვართ ეხლა და ჩვენი გადაცემა ჩვეულებრივად იმოქმედებს და იფუნქციონირებს და ჩვენ ჰეითერებს. მინდა გავყიდოთ ხო არ გეგონათ. რომ ანუ რამე და სადმე, მაგრამ ესე იქნება ჩვენი გადაცემა ჩვეულებრივად. ასევე თორნიკე გააკეთებს პოლიტიკურ გადაცემას, რომელიც უფრო ანალიტიკური იქნება და უფრო ანალიტიკას დაეთმობა და რაღაც სიღრმეებში შევა და უფრო მეტად განიხილავს პოლიტიკურ სიახლეებს და ახალ ამბებს და მე გავაკეთებ სახალისო და გასართობ პოდკასტს, რომელსაც ერქმევა სახელი 1990 და სადაც მეყოლება სტუმრები და ანუ გპირდებით რომ ძალიან კაი გადაცემები გამოვანო. ეს დაპირება არ დარჩება და აუცილებლად ყველაფერს ვეცდებით მეც და თორნიკემაც რომ 3 ძალით შემოგიტიოთ. ეგ უნდა მეთქვა. 3 ძალით შემოგიტიოთ. კი ბატონო. შევაწუხებთ. კი, გვაქვს მაგის რესურსი. კი ბატონო, კი. ჩვენს ვასიამოვნეთ და იმათ შევაწუხებთ. კი, და ანუ 3 მხრიდან 3 ფლანგიდან რომ შემოგიდეთ უკვე მაგრა რო აიჭრებით და ვაიმე, ხა ეს ისა, ეგ და მანდ გეტყვით რომ დიახ, ეს ჩვენ გახლავართ და ანუ ჯერ 3 ვიქნებით, მე შეიძლება 23-იც გავხდეთ, ეგ არავინ არ იცი. ნახოთ, თავარია რომ ადამიანებს მოწონთ ჩვენი გადაცემა. თავარია ის რომ გამოხმაურება ძალიან კარგია. პოლიტიკურ ამბავში ყველა მიხედავთ იმისა რომ ზღუდავენ ყველანაირად, მაინც გამოხმაურება დიდია. აი ყველგან დაბლოკილ, მიბლოკილ შეზღუდულები ვართ. კი. თან და უაზროთ, მაგრამ მაინც ხო რა თქმა უნდა. მაინც ასე რომ მოკლედ ანუ იქნება ისე რომ თვის განმავლობაში უფრო მეტი გადაცემით ვიქნებით, წარმოდგენილები და ასევე თქვენც უფრო გაგიხალისებთ, გაგიმრავალფეროვნებთ ცხოვრებას რა. ეს არის და ეს ისი. კი, ნამდვილად. თქვენამდე მოტანაც გვინდოდა რა. ეხლა კი შეგვიძლია საქმეზე გადავიდეთ. გადავტენოთ და გადავიდეთ საქმეზე. და ამ დღეებში რაღაცებს ვათვალიერებ, ხდება ჩვენი ტყვია სიტყვები. ანუ ხდება ვიდეოები რა. იმდენი ხდება არის რა. ბაჩო ახალაიას ვიდეოები. ну ზოგადად რა. ბაჩო ახალაიას ისეთი ცხოვრება აქვს, ისეთი წლები აქვს გამოვლილი და ადამიანების ცხოვრებაში ისეთი კვალი აქვს დატოვებული, რომ ანუ კიდე რომ ამ ტიპაზე ვაფშე ბაზრობთ. ჩვენი ბრალია მე. არ მჯერა რა ვაფშე. რომ კიდე ის კი არა რომ აი სადღაც დაждდა თავისი ის მოიხა, თავისას ას მოიხდის ბჭრეებია გაკეთებულა. კაი რაც მიუსაჯეს მოიხა და გამოვიდა და რაღაცა იცადოს რომ მიხდი ამ ხალხთან რაღაც არა პირიქით აი უშეცმიშა როგორც იზახდა არანაირი შეცდომა არაფერი არ ვიტყვიო მაგას. ვიდეო აი ხა ამ ვიდეოს სადაც ჩვენ წარმოგდით მაგის ეგეთი დაჭრილი ძალიან ბევრი ვიდეოებია რეებს ლაპარაკს სრულ აბსურდებს. ეს არის აი მართლა იმენა ხავს რო ეჭიდება, ხავს მოგლეჯილ ხავს რო ეჭიდება უკვე ტიპი და აი როგორ ანუ ვეღარაფერსო ვეღარ მიაღწევს ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი შიგნიდან პროსტა ეგ არის რა ისე რა. ანუ არაფერმა ისე გამოასო რა. არაფერი სინანულის შეგზნება ამას არა. ხატემა არ უშველა. არაფერმა ბიჭო არ 9 და 12-მა და არაფერმა არ უშველა ესე რამდენიც კი დაზარდე. აზრი არა, პროსტა ამ ვიდეოს მოусმინოთ და ეს დღის წესრიგში რო არიან, ვაფშე ეგ არის პრობლემა. არა, ანუ საერთოდ ეს არ უნდა არსებობდნენ. აი ჩვენ ამას არ უნდა გამიხდე, აი ეს ვაფშე არ უნდა იყოს რა დღის წესრიგი. ეგ სამწუხაროდ ეგ არის, რომ ესეთი ადამიანები სვეტში უკვალოდ უნდა ქრებოდნენ პოლიტიკური ვაფშე საერთოდ ყველაფრიდან და ანუ არ უნდა მიწევდეს მე ამ ტიპის კიდე აი რაც აღზრების დაფიქსირება არის და იმიტომ არ ქრებოდნენ, თორე პოლიტიკური ნება რო იყოს, ესენი გაქრებიან სამუდამოდ პოლიტიკური ველიდან. იმედიეთ პოლიტიკურება დადგება რა. რა ზამბოს ბიჭო, რას იძახის, ანუ ის საყარი ამ ნაცარს თვალში ვერ ხვდები.
ძალიან ცუდია შედარება რო გვიწევს. ახლოსაც არის სადნახით 7 ნოემბერს რომ ისა მოქალაქეებს ხარებასავით ვიღაცა დაძლებდა და დედას აგინებდა. სადნახით რომ სამარშრუტო ტაქსში თუ რაღაცაში ჩასმულ ადამიანებს ცემდნენ დედას აგინებდნენ სადნახით ვის შეემთხვა ეს. იყო გადაცდომები ცალკეული, მაგრამ აი სვაში წვეტია როცა ადარებენ, მაშინ სიმართლეც უნდა იყოს. ცუდია შედარება რო გვიწევს. ამას ის გადაცდომი ზღვაში წვეთიაო და სახის რო უყურო როგორ აი გაბოროტებული ხო? სულვილი სახი აქვს. და ანუ ეს არისო ბიჭო ამის ძმა არისო რო იდგა და დავაიო პრემიები დიდი და დავაიშებერეთ თუ გადაკეტეს ყველანაირი კანონი რო დაარღვეს აქციაზე საშუალება არ მისცეს მომიტინგებს რო გაქცეულიყვნენ ყველა მხრიდან გზები გადაუკეტეს ძულებში დალეწეს დასისხლიანებულები თან ანუ მშვიდობიანი აქცია იყო ხო ანუ მან არავინ პარლამენტში არ ვარდებოდა და აღონდეს 26 მაისზე და 7 ნოემბერს ასაც ეს იძახის 7 ნოემბერს თვითონ აქ იძახის რომ ეს არ უნდა გვექნაო პოლიტიკური შეცდომა იყო არა აქ ვიდეო გავიდეს ფონზე რა ანუ 7 კაცი კი რამოდენიმე კაცი იყო მომიტინგე სამშიმშილობდნენ იქ დილას მიუვარდა მერიის სამსახურის და აყარეს ის ამას შეცდომად აღიარებს და მე რას იძახის იცი რომ აი პრეზიდენტიო გადადგაო ამის პასუხობა აიღო და მე არჩევნები ის პრეზიდენტი კი გადადგა მე არჩევნები გააყალბა მაგას არ იძახის ვიდინო ან მე არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბდა ის ნუ ყველა მიცის და ეხა მაგაზე კიდე შორს წაგუყავს ის ვიდეო არ გახსოვს ბიჭო აფთიაქში რო შერბიან მოხუცები და ტელევიზიაში შედიან აფთიაქი გამოყავთ თემაცემით ასაკოვანი ხალხი ბიჭო იმეთთან რა ხდებოდა და იმასთან რა ქვია ჩიტაძეზე და მე ჩემი თვალით აქვს მე მაგ მონაწილეები ვიყავით ხა პატარები ვიყავ პატარა 18 წლის 18-19 წლის ბიჭები ვიყავით და მე ჩემი თვალი მყავს სოზარ სუბარს სახალხო დამცველი იყო სპეცრაზი ძულებში რო ლეწავდა ბიტებით ურტყავდა მე ვუყურებდი იმასთან რა ქვია კოლმეურნეობასთან აი გთხოვ რომ განვიხილოთ ხა შენი აზრით ხა აი ეს ვიდეოს რო ეს ტიპი წერს ვის დასაბოლებლად წერს აი პროსტა ნახე ორი ვარიანტია რა თავისი ერთი თავისიანების თავის ანახე თავისიანებს როგორ გადააბოლებს იმათმა ნახეს ეგ რაც იყო იციან აქ იციან ნახე არა ვიღაცას რო არ გაუშვეს რაღაცა მომენტი რომ ისე ჩაიტოვოს ამაში ანუ არა ნახე მე უფრო ვფიქრობ რა რომ ეს ვიდეო ემსახურება ისეთ ტიპებს ვინც ესენი კარგად არ იციან რა საუბრობენ ისეთი რომლებიც არ ხო ისეთი ასაკის ადამიანებმა რომელმაც ეს არ იციან და მინდა მოგიწვევ აი თავის შვილებს ესაუბრებ რომელიც იქ არ იყვნენ იმ პერიოდში აი მამას ეხა ეს ესაუბრებ თავის შვილებს ამას და მაგას აკის ალბათ ადამიანს და მინდა რომ მოგიწოდოთ შვილები უზის იქ სახში და შვილებს უხსნის ამ ყველაფერს მინდა რომ მოგიწოდოთ რა რომ აი ამას ვინც მოისმენთ ანუ იმ წამსვე შეგიძლიათ YouTube-ზეც რო ჩაწეროთ 7 ნოემბერი და 26 მაისზე ვაფშე არაფერი ლაპარაკიც რო არ არის ვითომ არაფერი ხო მაგაზე ის ვერც არ საერთოდ ვითომ არის 7 ნოემბერი რო ჩაწეროთ არსებობს ერთი ეგეთი კარგი გვერდი რა რომელსაც ქვია არქივი იქ ნახავთ ისეთ სასტიკ და საშინელ კადრებს რომ კიდე ერთხელ ვიძახი და ვგმობრო როდესაც სპეცნაზელი იქნება პოლიციელი იქნება თუ ჩვეულებრივი ადამიანი იქნება როცა ანუ ესე იმეტებ ადამიანს რომ აი სასიკვდილოდ რო ცემ ეგეთ საქციელს ჩვენ ვგმობთ ყველა მხრიდან მაგრამ ჩვენ რაც ნანახი გვაქვს რაც გამოვლილი გვაქვს როცა მშვიდობიანი მართლა აქცია და არავინ არც ო ეგ არის თავარი განსხვავება არც არავინ არ აგინებდა არც იმერს აწეპებდნენ კასკებზე სტურმით არ ვარდებოდნენ რა სამთავრობო შენობებში ეგეთი აქცია დაიშალა ისეთი ფორმით როგორი ფორმაც საქართველოში ჯერ არ გვინახავს რა და ღმერთმა არ გვანახოს და პროსტა ანუ მაგდოს შეგიძლიათ ეს ყველაფერი დასერჩოთ და სიტყვაზე ესეთ ხალხს რო არ ენდოთ რავი ხა მაგისთან შევისწავლა არა საჭმა უბრალოდ გადასერჩეთ რას კადრულობს ვაფშე ტიპი და ის ჟურნალისტი იმ დღეს რო იმენა საშინელი გადაობაც რო არის ეგეთი ვიდეო რო გააძრო ქაკუცა ჩოლოყაშვილს რო გვიდარებს ამას ბიჭო ანუ ეს ვაფშე რა არის ვერ გავიგე მაგრამ ერთი ბაბლია რა და ერთმანეთის იმაში ყვებავენ ერთმანეთს ხო და всё და ყველაფერი გაიგე ეგ მიზანი არის რომ ვინც იმ პერიოდში არ ცხოვრობდა იმათ ახსაქმელად რთული არის პერიოდი პატარები ვინც იყვნენ და ვინც მერე დაიბადა ხო და ეხა არიან 14 წლის ბავშვები მაგალითად ისინი ხო არ იყვნენ მონაწილე ჩვენ ვიყავით ჩვენზე ყვა განცდილი ეს ყველაფერი იმათ მოტყუება ადვილია როგორც მაგალითად ჩვენ ზვიადის პერიოდი ხო აქმით ვიცი და მოყოლით ვიცი და რთულია ხო იმ პერიოდი აღიქვა ზუსტად ისე როგორც იყო ხო და 1000 ინფორმაციები ესენიც ესე ტვინს
უაყებენ ამ ახალგაზრდობას, რომ არ დაიჯერონ, მიხდი სიმართლე და მიშა, ანუ ავტორიტეტად ყავდეთ კვლავ და ესეთი ტიპები რა ბიჭო, როგორ შემართა 7 ნოემბერი შეადარო დღევანდელ, აი შარშანდელ აქციებს. არა შარშან რა ხდებოდა, ბიჭო, რა სიძულვილი იყო. ვინ დაგიცავდა ბიჭო, მაგრამ ვინ დაგიცავდა, ვინ ჩამოვიდოდა შენ დასაცავად, რომელი ქვეყანა ჩაერეოდა? ბიჭო, ვაფშე, ანუ ნოლზე დატოვებული ადამიანები, რომლებიც შვიდობიანად აპროტესტებდნენ იმ სისხლიან წლებს, გარეთ გამოსვლის უგეშინებდა ხალხს და წარმოიდგინე, მაგას ადარებენ დღევანდელობას, რომ ეხლა და იმედი პოლიციას სილებს ურტყავენ ტიპები და ანუ ეგეთი ძალა აქვს რა მიცემული ზოგადად და იმებზე გრანტებზე ზიან ტიპები, რომ აბა იმას თუ იზავ და ამას თუ იზავ და ნუ თამაშობენ ბიჭო ჩვენი და მაშინ ვინ ანუ ისე გაგაქრობდნენ და ისე მოკლავდნენ რომ ვაფშე ვინ ვერ გაიგო გადაწყვეს რაღაცა 7 ნოემბერს არის ხო აქციაზე ისინი რა ქვია ცხედრები რომ იმის სახურავზე შემოყარეს და ვითომ 26 მაისი ეგ არ უარახსენებს საერთოდ რო არახსენებს ანუ ადამიანები შემოაკვდა და ჯიხურების თავზე შემოყარეს ვითომ დენმა დაარტყა და მე ნინო ბურჯანეს აბრალებდნენ რომ მანქანით გადაუვარეო არა ძალიან სამარცხვინოები აი ეს ნედაცემულობის გადაცდომები ეხლაც იყო მაშინ გადაცდომებიც იყო და ხალხიც შემოაკვდათ მაგრამ აქ არის თავარი ფაქტორი კიდევ ერთხელ გავიმ ის არის რომ რის მერე რას მოყვა ეს ყველაფერი აქ შტურმი და რა პარლამენტის შენობის აღება უნდათ და ბლოკადები და ცემენტის იმებს რო ალაგებდნენ გარშემო და პარლამენტის წევრებს პარლამენტში არ უშვებდნენ და 7 ნოემბრის პერიოდში ეგ დაძაბული იყო მე საპრეზიდენტო არჩევნები გაყავდა და მე მთელი ამბები რო იყო მე 2008 წლის ომი ხო იყო 2008 წლის ომი რო იყო მთელი ოპოზიცია ხმას არ იღებდა მონატორიუმი ჰქონდათ გამოცხადებული მიუხედავად იმისა რომ მიშას იმერა ვერ იტანდნენ ვაფშე ოპოზიცია ანუ არ ოპოზიციონერებდნენ მიხვდით პირიქით სახელმწიფოს ეხმარებოდნენ კი ბატონო ეგრე არის კი ხო და ეხლა წარმოიდგინე ეხლა გადავალოს ორმე არ იყო მაგრამ ურთულესი პერიოდი იყო შარშან და ეს ომი არის უკრაინის და ძალიან კავშირშია ჩვენთან და გასაგებია რაღაცები შეიძლება ხდება რა ისეთ რაც არ მოგწონდეს მაგრამ ესეთ რთულ ვითარებაში რა მოდი რაღაც სახელმწიფოებრივად ვიფიქროთ და თავი შევიკავოთ დროებით მაინც რა რაღაცა კრიტიკები და რაღაცები გადავიაროთ ეს ბეწვისყიდი გავიაროთ და მე მოთხოვოთ მოსათხოვი რა აი ნახე წარმოიდგინე მართლა რა აი რა ანუ რა ხდება რომ ომში ვიყავით და ოპოზიცია იდგა ისე რომ აგერ იძახი რომ მორატორიუმი ქონდა გამოცხადდა და არაფერ ხმას არ იღებდნენ იმით არაფერზე ხმას იყო და იქ პირიქით ბიჭო მაღაზია ნაუთზე იმეს ნაუთის დასმას ესე კი არა პირიქით ანუ როგორი ტიპები იყო და მიშა როგორ არ ევასებოდა თან და თან წარმოიდგინე როგორ ეზებოდა დღეს ანუ ომში პირიქით ომს აუცდით და ომს რატო აუცდითო აჰა მაგაში ანუ აი კაროჩი რა თვითონ აი მართლა გულის ამრევი არის ეს ყველაფერი და ამათ კიდევ ვინ უსმენს მე არ ვიცი და მოდი ერთი აი ეს ფარისეველი გოგო მინდა რომ ჩავრთო რა ანუ აი სულ თავს ვიკავებდი არ მინდოდა რომ აი ამ რაღაცას შევხებოდი ამ თემას მაგრამ ეს პროსტა აი ეს არის უკვე აი როგორი საზიზღრობა იცი მართლა რომ ფოტოები სიმაზე იძახი პროსტა ამას უყურეთ ამ ვიდეოს სრემლი რა მოდის პატარას სამი არა გაქვს რო იცოდე ჩვენგან ჯერ მაგჭილებს იმდენად რთული არის რომ უყურებ უკვე თა ვერი წმინავს ჭილები ისე გათავისუფლებ ხალხს თუმცა აი ვენესუელა ხალხისგან ჩვენისგან გვაცხავებს რომ ყოველთვის ვიბრძვით რა აი ამ თავისუფლებისთვის ერთმანეთისთვის სამშობლოსთვის სულ ვიბრძვით და მე აი გამოდგებიან ვიღაცები და ნუ იმპერიალიზმზე საუბრობენ და აი როგორი იმპერიალისტი არის ამერიკა. კაი კაცო, რას გველაპარაკებით მართლა? და ანალიტიკაც ჩართო. ადამიანების ობის ტანჯვისგან რო გაათავისუფლეს, აი თუ უარი ვთქვა ტრამპმა რომ მოინდომოს ივანიშვილი კობახიძე კალაძების და მაგეთი დაპატიმრება, აი რა შევეგებები სახლკარს მივასწავლი. იმდენად მოახდინეს დეპოლარიზება ერის. რომ არ ვიცი დადგება თუ არა დრო, როცა ისევ გავერთიანდებით და ერთიანიერი შულები გვერქნება. არ ჩავერთოთ ისე თუ აზრო პროპაგანდაში აბაომი გინდა, დიახ საქართველოში ყოველთვის ბრძოლით ნარჩუნდებოდა თვითმყოფადობა ქართველი ერის. ქართველი რა დარჩა იმ წინაპრების ბრძოლის და იმ წინაპრების დაღუპული სულების დამსახურება და იმედია ოდესმე მიხვდებით რომ ქვეყანა გაქვს დასაბრუნებელი და გასათავისუფლებელი ძალიან ბევრი მოღალატისა და მანქურთისგან. მადლობა და ძალიან დიდი ბოდიში ემოციებისთვის. მე დავიწყებ მაცადე ეხლა
ჯერ ერთი. ამას ეხლა რუკა რომ მიუტნო, ვენესუელას ვაფშე ვერ იპოვის სად არის. აი, ვაფშე ვერ მიხვდება რა, საერთოდ ეძებოს. ანუ ეგეც არის. ანუ ამერიკით დაიწყებს, ამერიკაც თუ იცის სად არის, იქიდან დაიწყებს რომ სადმე აქვე. აი ეგ იქნება. ამ ერთ წუთიან თუ რამდენი წუთიანი ვიდეოა, რამდენი საზიზღრობა თქვა, რომ აი პროსტა რა დღეში ვართ ქართველები და რა ქართველები რა დღეში ხართ, ანუ შენ რო აი აქ რო ამ ქვეყანაში ვაფშე ხმის ამოღების უფალება აქვს აი მაგ წინადების მერე რასაც ლაპარაკობ რომ არა ომით უნდა მივიღოთ ჩვენი მისაღები და უნდა რომ მოიპარონ აქიდან ქვეყნის ისინი პირველი პირები. ანუ ამას იცხოვს. წინაპრებით ამ თავრებთან ლაპარაკს. ეხლა უყურე რა. წინაპრებში ის რო იძახდა აი ვიღაცა ძალიან გძელთმიანი ის პოეტი რო არის და დაგბომბოსო ტრამპმა. მოაკეთ გამოუჩვას ერთი ხო? ეხლა ესე არის. ხო და ან რა წარმოიდგინე რამდენად არაქართველი ხარ რა რომ შენ რა უნდა დაიბრუნო და რა ქვეყანა უნდა დაიბრუნო შენ არ არის ეს ქვეყანა შენი და შეგიძლია რაც არის ის დაიბრუნო და შენი იყოს წინაპრებს ახსენებ და ამ წინაპრებს არ გიფიქრია მაგაზე რომ შეეკითხო აი როგორც იქცევით უნდათ შენ ანუ შენი ქვეყანა რომ იმდენად არ გიყვარს რომ სხვა ქვეყნის პირველ პირს ანუ თხოვ და ანუ შენი ოცნება რომ შემოვიდეს და შენიანი ქართველები ან წაიყვანოს დააპატიმროს და აი ბედნიერი რო იქნები და კარს რო გავუღებ. მაგიტო ხარ მოღალატე? მაგიტო ვერასდროს ვერ იქნები ჩვენი საზოგადოების წევრი, იმიტომ რომ მოღალატე ხარ პირდაპირ. რასაც აკეთებ შენი ყველას აქციები მოღალატე გაუცნობიერებლად მოღალატე ისე და ასე. კი ბატონო და ანუ აი მეტ რაღაცებს აღარ გეტყვი. ერთი ხუთ შენიშვნას ისე მოგცემდი როგორც არაფერი ისე ლაითებს თან რა. ესე სათქმელად, მაგრამ მაინც თავს შევიკავებ გოგო ხარ და მაგიტო. მაგრამ შენ წინაპრებს კითხე ერთი რა, როგორ გაუსწორდებოდათ ესეთი LGBT პროპაგანდა, ჩვენ სარწმუნოებაზე ვაფშე რა აზრისაც ხართ, აი ეგ როგორ გაუსწორდებოდათ, როგორ შეხედავდნენ. ჩვენ ახლა აი აქ რო ზივართ და მაგას რო ვაკეთებ, ზუსტად მაგას ვაკეთებ თორნიკე, რომ აი ეგ ჩვენი წარსული და ჩვენი წინაპრების მოტანილი რაც არის აქამდე რა ეგ იყოს პირიქით და ჩვენ მაგის გზის გამგზელებლები ვიყოთ და არა ამრევები და დამშრელები ხვდი ეს გამოდის და პროსტა ცემლიანი გაგვიკეთე ჩვენ მოგვიპარე რა მოგრა გაგრებს ხო ანთან რა ფიქრობს ისი რომ დაფიქრ უფრო მადროდ შეხედო მაგ ყველაფერს რას ფიქრობს ისი იქ ვენესუელაში ხო მოიპარეს მადურო 100 კაცი გარდაიცვალა სამხედროები იქ ანუ მადუროს ვინც იცავდა ანუ აქ რა სიტყვის მაგ ეს ლოგიკურად ეგ აქ შემოვიდნენ ანუ რაღაცა წინააღმდეგობას ხო ვიღაცგან ესე იგი ვიღაცები უნდა გარდაიცვალონ ყველაზე აქეთ რომ დავიწყოთ მე მეორე ვენესუელაში მადურო რომ მოიპარეს ეს არ ნიშნავს იმას რომ იქ ყველაფერი დამთავრდა და ამერიკის ინტერესები ტარდება ისე როგორც ტრამპს უნდა ეს ტრამპს სურვილი აქვს ესე რომ მოხდეს მაგრამ ჯერ იქ რა პროცესები განვითარდება კაცმა არ იცის მადურო ეხა იქ თუ არ გატყდა ანუ სასამართლო პროცესებზე იქ როგორ დაატრიალდება პროცედურები ანუ არავინ არ იცის შეიძლება ისეთ ჩიხში შევიდეს ამერიკა ვენესუელაში და მაგალითად მე იქ ირანის დაბომბა და ჩვენ დაგბომბეთ რომ ითხოვენ ირანის პროცესები კიდე ბევრი განსახილველი თემა და საკითხავი თემა ისე თუ დაალაგდება როგორც ეს ტრამპს უნდა და ძალიან თითიდან გამოწვეული რაღაცა უაზრო არაპატრიოტული აი ჩვენს დაგბომბე ანუ როგორ შეიძლება ეს და როგორ გონია რომ დაბომბვით პრობლემა მოგვარდეს ეგეთ რაღაც არა ბიჭო რა პრობლემა უნდა მოგვარდეს გეუბნები ვაფშე ვერაზრო ვაფშე არ იცის რას ლაპარაკობს просто აი ვიდეო უნდა ჩაეცა ვის ხვდება ვაფშე ეს გულზე აი ის არის რომ გამოვიდა ერთ-ერთი ვენესუელელი ვიღაცა აქტივისტის იმას პოსტს რო აქვეყნებდნენ ტიპები და რო გამეს სრული აბსურდი რო ეწერა ბოლო წინადადებაში 99 წელს დავკარგეთ ჩვენო ნავთობზე ვწლომავდა 90 ჩამოვიდა ჰუგო ჩავეზი გახდა ვენესუელის პრეზიდენტი და პირიქით მაშინ ნაციონალიზაცია მოახდინეს და მაშინ დაიბრუნეს ანუ საერთოდ გამცდრები არიან არა მაგას გეუბნები არაფერი არის პროსტა მივიდა მესიჯი რომ ეს ვიდეო ჩაწერე ეხლა რაღაცა რომ რა მაგარია ჯერ ანუ აი რა მართლა ვინ რა კაი მადურო შენ ეხა შევა მადუროზე და უგო ჩავეზე გაბრაზებულები ვიყოთ იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიები და ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს რა თქმა უნდა მაგრამ მადუროც და უგო ჩავესიც იქ ხალხს ანუ უგო ჩავესი ზოგადად გმირი არის მაგრამ მადუროს ანუ აქ რა უმრავლესობის მხარდაჭერა რა და აქციებიც არა ჩვენ წინათ ხო ვისაუბრეთ აქციები არის უამრავი ადამიანი გამოდის მის ანუ საგულშემატკივრად ძალიან არ არის ეს ხელის მოსმით რომ პრეზიდენტი მოიპარეს და სოი მოგვარდა პრობლემა და სო დემოკრატია ეხა და თავისუფლება სისულელი ეს ვისი მეძია შეხედეთ ხო აი ესენი ვისი მეძე არიან შეხედე პასუხებს ამის been incredibly clear always
თქვენ წარმოუდგენლად ნათლად და თანმიმდევრულად ამბობდით, რომ ვლადიმერ პუტინის თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე უკრაინაზე არასწორი იყო. მას რა სიტყვით პრეზიდენტ ტრამპის თავდასხმაზე სუვერენულ ქვეყანაზე ვენესუელაზე? არმერია ხო? ამ ეტაპზე სიტუაცია სწრაფად ვითარდება, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი. დაგმობთ თუ არა სუვერენული სახელმწიფოს მეტი წინააღმდეგ ინფორმაცია გჭირდებაო, ჯერ არ ვიცი. მსმის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის შეკრება, რადგან ჩვენ უბრალოდ ჯერ არ გვაქვს სრული სურათი, მე უნდა ვესაუბრო პრეზიდენტ ტრამპს და ჩვენს წინაზე მოკავშირეებს. ვისაუბრეთ შენ. შენ ესაუბრე ხო ტრამპს მე ეხლა ალბათ ეხლა იმდენი ხანი გავიდა ალბათ ეხლა გეტყოდან იქ რა მოხდა და როგორ მოხდა ალისა ვაიდელით გამოვიდა. ანუ ეს კაცი იცი ვინ არის მარიამ შენ ანუ ამის იმედზე რო ხარ ეს კაცი იცი მაინც ვინ არის და თუ არ იცი მე გეტყვი ვინ არის რა აი ამის იმედზე ხარ კაცის რომლის გვერდის ავლით მოხდა ის შენასაც ოცნებობ რომ იქ ვენესუელელი ხალხი რო გადარჩა და მანდ მოხდა ეგ რა და შენ გინდა რომ იგივე ფაქტი მოხდეს რომ ამას არავინ არაფერს აკითხება ჩვენ ქვეყანაში ეს შემოიჭრას სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები პირველი პირები წაიყვანოს აქედან რა და მოკლედ აი პროცესი საცოდაობა არის მეტი არაფერი არ არის ცოტა მეტად გაერკვი რაღაცეებში და თუ გინდა რომ ხალხი გამოყვებოდეს ჯერ ვინ უნდა გამოყვეს ანუ ზოგადად ანუ ვინ უნდა გამოყვეს მაგრამ თუ ეგ გინდა ზოგადად მაგ კუთხით იმუშავე უფრო იმიტომ რომ რავი ეხა არ ერკვეოდეს საერთოდ არაფერში ვერ ერკვეოდე და არ გესმოდეს რაღაცეები და აი ესე მოძღვრავდე და რაღაც ცრემლები და ემოციებზე თამაშობდე ხალხის ძალიან მაგრად ეხავს რა ძალიან მარტივად რო თქვათ შენ რო ითხოვ სხვა ქვეყნის პრეზიდენტმა შენი პრეზიდენტი მოიპაროს და აქ რაღაც სისხლი დაიღვაროს მორჩა უკვე ანუ ყველანაირ ლოგიკას და ყველანაირ ანუ საღას მოკლებული ტიპი ხარ აი საერთოდ სხვა სამყაროში ხარ როგორც არ უნდა ევასებოდეს შენი ქვეყნის პირველი პირები და როგორც არ უნდა იყო მათზე გაბრაზებული, როგორ უნდა მოითხოვო სხვა ქვეყნის პრეზიდენტს თხოვო რომ მოიპაროს აქედან პრეზიდენტი ან ვინც იქნება და თან ეს ხო უსისხლოდ არ დამთავრდება ხო? ანუ არ ხალხი გარდაიცვლება ხო? და როგორ აი აღარ გვინდა. ანუ ეგ არის რა მავნებლობაა რა მეტი არა. მავნებელი და თან რეგვენია. აი შენი ნიუსის დრო მოვიდა ზურაბ მენტეშაშვილი. ხო და ეხლა წარმოიდგინე ამათი კლასტერიდან არის კიდე ინფორმაცია ვიღაცა ზურაბ მენტეშაშვილი არის 79 დღეა შიმშილობს. ანუ აი როგორი აბსურდი არის. თან ტიზრე შეხედავ ძალიან გამხდარი კაცი თან ციხეში არის და 79 დღე ვარ. მიშას რეკორდი მოხსნა. მიშა 50 დღეში მშილობდა და მოგო მიშა როგორ შიმშილობდა ვიდეოებით ხო გნანახე საკვი დანამატებს რო იღებდა თუ რო ცოხანი და აი ეგ ვიდეოში რაც შეუჩერე ხო 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 და შიმშილობაც აი სერიოზულად რო ვისაუბრობ როგორ მომენტი იცი რომ აი ადამიანს შეუულია წყლით მარტო წყლით შიმშილოს ერთი თვე მაქსიმუმ 2 თვე ესეც განპირობებულია ადამიანის ფიზიკურ ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლიმატზე ცხიმის რაოდენობაზე ანუ უამრავ დეტალზეა ეს ანუ დამოკიდებული ესეთ რაღაც ესე მარტივად არ არის რა ზოგადად წყლის გარეშე ერთ კვირაზე მეც ვერ ძლებს ადამიანი რა სიცოცხლეს ერთ-ერთი ტიპი იყო შოტლანდიელი 27 წლის ასაკსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხო მან ექსპერიმენტი ჩატარდა პროსტა ის ხო 27 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო 200 კილოზე მეტი იყო ანუ ცხიმი რაც დიდი უფრო დიდი ანუ ხანგრძლივობა შიმშილოს შეგილია რა ლოგიკური ორგანიზმა ის ცხიმი ჭამს. ხოდა ერთი წელი იშიმშილა და 117 თუ 118 კილო დაიკლო. ოღონდ როგორ იცი ექიმების ვეთაუყურეობის ქვეშ, ვიტამინებით და აი უამრავი რაღაცა ჩართულობით ამ კონსორციუმები და ასე შემდეგ და რაღაცა მივიდენ ამ ეტაპამდე რომ ეს ადამიანი გადალახა ეს ერთადერთი რაღაც შემთხვევა წარმოიდგინე სოფლიოში ეგეთ რაღაცა მოხდა. ჩვენთან ან 80 დღე არის ეს შიმშილობს. ანუ აბსურდია, ეხლა როგორ აი მითხარი, აი როგორ შეიძლება 80 დღე ადამიანი იშიმშილოს რა, სადაც არის სტატისტიკა არის ერთი თვე გამონაკლის შემთხვევაში 2 თვე. რატო? ეგ კიდე სხვა საკითხავით არის. ეხლა არის ანუ აი რავი რატო შიმშილობს? ის არ შიმშილობს არც ის და და ის რო არის კიდე ვიღაცა სანდერსი რო არის თუ ვიღაცა ერთ-ერთი ეგ დაიჭირეს და ეს გამოვიდა. მაგას ჭირდებოდა. სასამართლოზე და არა მე ვეხა შიმშილობას დავიწყებოთ ან და იმიტომ რომ რაღაც დაავადება მაქვს გამიშვითო რა ანუ შანტაჟი ქოსა და ის გონიერს გაამართ. ეხა ესო გაუშე წარმოვიდგინე ესეთი მარტივი რო იყოს ციხიდან გაშვება მთელი პატიმრების აშიმშიდებოდნენ. აუ აშიმშიდებოდნენ კი არა რა ისეთ რაღაცებს გამოიგონებდნენ რომ ციხეში არავინ არ გაჩერდებოდა ეგ რო შველოდეს რომ აი მე ხა რაღაცა თამაშები როა რაღაცა ცუდად ვარ აქ კუჭი რაღაცა მაწუხებს და იქ სახში მეილოდება ვიღაცა და ეს რო რაღაცა შედეგებს იღებდა ამით კიდე გასაგები იქნება მაგრამ ნუ აბსურდია რა მოკლედ რა
კიდე გადაობა რა არის აქ რომ აი ეს ძველი ვიდეო მაქვს მინდა ჩავთო გახსოვს სავა უკრაინაში კები რო იყვნენ ერთ ბავშვი როგორ მიივიწყეს ჩვენი უკრაინა და ზელენსკი აი ეს რაღაც რა ხდება რატო ესე იგი პროპაგანდა არ მუშაობს რაღაცით ხო აღარ არის პოპულარული ხო ლავა უკრაინა გაიმოდი აი სამარცხინო აი აქციებზე ნახე ზელენსკი რო გამოვიდა აქ ჩვენთან რას იპუტავდნენ აქ Перемога свободи. Це тоді хвилини ამერე გეგონება ის იყოს ამბოჩი Європа. თან დაწერილი ტექსტით რო კითხულობს ესეც აი არაფერის ბუნებრიობა რო არ არის და აი ეს Слава Україні! და მღერიან ეხა უკრაინის იმას რა ქვია ჰიმნს და ერთი წინადადება უნდა თქვა ამ ხალხს დაერევა როგორ აი უკრაინელ ქართველებს რომ აი თქვენ გეინ აი უთხრა პოსტა რომ თან იმით ახლოს ხარ რა იგრძნობ რა უნდა ამ ხალხს რა ჭირდება შენგან და როგორ რაღაც ის ყველაფერი კარგად იქნება მაგას ფურსი ქვემოდან რო უყურებენ თან და ეხლა რა ხდება ეხლა ხო რატო არ არის ეხლა აქტუალურიო დაივიწყეთ უკრაინა ეხლა უფრო თუ სიტუაციაში 2 მილიონამდე ახალგაზრდა აგვყარი და უამრავი ტერიტორიები დაკარგეს და საშინელ პრობლემას ხო ანუ ესე იგი ეს დაპროგრამებო ეს პროგრამა გაუშვეს თავის დროზე აჯანყდა ხალხი როგორ აჯანყდა იცი რომ 2008 წლის ომზე მნიშვნელოვანი ომი იყო ეს ქართველებისთვის გარკვეული ნაწილისთვის იმდენად მოქმედ ანუ ჩვენთვის 2008 წელი ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტია ვიდრე უკრაინის ომი ხო? აქ ანუ ამდენი აი ესეთი პროტესტი ჩვენ ომზე არ იყო. მაგას გეუბნები ხო? და ეხლა წარმოვიდი ეხლა კიდე გამოდიან ქართველები და ირანელ მიგრანტებთან ერთად აპროტესტებენ იმას აიათოლას რეჟიმს და ვის უჭერენ მხარს არც მეტი არ უნდა შაჰის დაბრუნება უნდა ქართველებს აი ისტორიულად რომ შაჰი რო აი ყველაზე ცუდთან ასოცირდება შაჰის მხარეს არიან და რომელიც დაგვპირდაო რომ მე რეფერენდუმს ჩაატარესო დემოკრატია იქნებაო ანუ ხალხმა გადაწყვიტოს რა მართლობა იქნებაო შაჰი რომელიც მამამისი იყო ავტორიტეტული მართლობა ქონდა იქ ადამიანებს ანუ აწამებდნენ ხო ნუ ამერიკის კაცია რა ეგ რა ამერიკა და ითროს მაგას ეგ მომონდი მოხდა ხო რაც ადრე მოხდა და აიათოლა მე ხომეინიმ ეს ყველაფერი რევოლუცია დაიბრუნდა, ეხა ისევ ამის დაბრუნება უნდოდა და ეს კიდე რა რისკია, ისი აქ რო გამოდიან ლიბერალები და ერთ ამბავში რო არიან, რომ აი ჩვენო მაგათ ხერსო და დაბომბე ტრამპი, იქაც ხო ითხოვე რომ დაბომბოს, იქ რაღაც ომი რო დაიწყოს 95 მილიონიანი მოსახლეობა, წარმოიდგინეთ ჩვენ საზღვარს რამდენი მიგრანტი მოაწყდება. თან აქ მიგრანტებზე აპროტესტებენ ამას და თან მეორე მხრივ აქ ეუბნებიან რომ ეს დაბომბეთ რომ აქ რამდენი ადამიანი მოაწყდება ზუსტად წარმოიდგინე ვისაც ეუბნებიან რომ აი ვისკენაც არიან იმ ადამიანებს არ ფიქრობენ ის რამდენი ადამიანია იქ რომ ომი მოხდეს ღმერთმა არქნას ის ადამიანები რომ დაიძრებიან იქით ვერ წავლენ არა ბიჭო აგერ არის აქ და მე აქ დადგებიან და მიგრანტების პრობლემა ისინი არ შემიხვდი ანუ ყველა მხრიდან მოაბავენ ყურს რა ჭიქას სადაც უნდათ რა ანუ აი ეგ არის ზუსტად არის ეგ რაშიც არიან აი ზუსტად ანუ პროსტა აი რამდენ პოლუსიანობა კი არა აი რამდენ არა აქ მარტივად ჩანს რომ არც ფიქრობენ არც აზროვნებენ ზედაპირულად არიან ეს პროგრამის ნაწილია მაგიტო ვერაფერს ვერ შევიან იმიტომ ნახე ეს არა ეს არა აქვს რაღაცა ლოგიკაზე რაღაცა ჭკუაზე დაფუძნებული რაღაცა გეგმა არ არის. არა, ხო ეს პროგრამის ნაწილია. გეგმა კი არ არის. ესენი რასაც ჩაძახებენ, ის უნდა ამოძახონ. აი მაგ მდგომარეობაში არიან. აი იქიდან დასავლეთი რასაც ეუნება, ეს არის ამათი ფიქრის და ყველაფერს. ამას მართ უნდა იფიქრონ, არა აქვს მაგის უფლება. აგერ როგორც უკრაინაზე ერთ ამბავში იყვნენ და მიივიწყეს, იმიტომ რომ პროპაგანდა მიივიწყა. ეხლა აგერ ირანი, ამ ირანსაც ძალიან მალე მიივიწყებენ. როგორც არაფერი. ეხა ირანში კიდე მოდი მივიწყებოდი გამახსენდა ერთ კაი ვიდეო გააძრე შენ და ჩავრთოთ რა როგორ მიავიწყდათ ვიღაცებს თავისი წარმომავლობა და საიდან არიან ყველაფერი მივიწყებულების ვიდეო იყოს ეხლა და ჩავრთო და მოусმინოთ. Не, ну я считаю себя российским бойцом. Ну представляю я Армению, так как меня подписали за Армению. Ну был вопрос
Мы тебя подпишем в UFC, если ты будешь представлять Армению. А там не нужно ни гражданства, ничего. UFC я могу менять хоть каждый день, условно говоря. Флаги, да? Флаги, да. Ты можешь один бой за Россию, один бой за Армению, один бой за Армению, один бой за Россию. И мне поставили условия, я сказал, ну, конечно, подпишите, какая разница. Если я стану чемпионом, все равно пояс привезу в Россию. პირობა დამიყენესო. სომეხ კაცს საქართველოში გაზდილს პირობა დაუყენეს, ან სომხეთის სახელით გამოდი, ან UFC-ში კონტრაქტს საქართველოში გაზდილი კი ესე არის, მაგრამ არაფერი ამას საქართველოს გაზდილს არა, მე ამას კიდე ვამატებ კიდე ერთ არგუმენტად უბრალოდ, თორე რა გასაგები რა თქმა უნდა, წარმოვიდგინე სომეხი კაცი, აქ გაზდილი რაღაცა ნუ ზეგავლენა ხო ცოტა იქნებოდა ბავშვობის ასაკში მაინც, რომელიც იძახის ჯერ ეს თუ მართლა ესე არ ნუ მართლა იქნება. ეს როგორ უნდა თქვა? ეს რო ვიღაცამ თქვას, შენ უნდა თქვა ტყუილია, ვან უნდა მოიტყუო და უნდა თქვა რომ ეს ესე არ არისო და ამას თვითონ იძახის თავს იმართებს რომ მე მაიძულესო სომხეთის სახელით გამოსვლა. ეროვნებით სომეხი UFC-ს მოჩხუბარე იძახის რომ ანუ იძულებით აქ სომხეთის დროშა, იმიტომ რომ სხვანაირად არ იღებდნენ UFC-ში. და ანუ იმართლებს თავს ეგეთ რაღაცას. ხო, ეს მართლა ვიძახი, ესე რო არის, ესე რო არის, ამას თუ ვიღაცა სხვა გამოვა ჟურნალისტი ეს სიტყვებს, უნდა გამოვიდეს და თქვას რომ ეს ტყუილიაო, ხო? ლოგიკურად ხო ეგ არის. როგორ შეიძლება, აი, ჯერ ძალიან კარგია, დილია მინდა შეხვდეს დალეწოს. აუ, გადალეწავს. ეს არის პირიქით საზოგადოების თანმიმდევარია ესეც. რა, პირიქით საზოგადოება რო არის, ხო იცი? ამას უნდა შევეძინო. აი, ამ ჩვენი საზოგადოების აი იმათი ნაწილი აზროვნებით მაგას შენ აი სადაც შეგხვდები, იმენა დაგაფინიშებს. ბამ დაგბომბეოს პონტი არის. ეგ პონტი არის, ხო მეკი, გეუბნები პირიქით საზოგადოების პონტი არის, რა და იცოდი რომ ილია სადმე არ შეეკვეთო, თორე იმენ ყბას დაგაჭერინებთ ხელში, შენ განსაკუთრებით ეგრე მოგექცევი. ყველაზე მაგარი ხარ პედიბილმზე და ხომიდო და აი მამბების მეროძულში და აი ეს უფრო ეს მინდა, ანუ ეს როგორ არა, ეს არის იმენა დასალეწი, რომ იმენა კუთხეში ჩურკასავით მიაგდო, რა თან. ამის გამოც. კი ბატონო, ზუსტად ეგრე არის. მოდი ახლა გადავიდეთ ცოტა სახალისო, წავიღადაოთ ერთია ეს კაცი, პროსტა ამდენი ხანი როგორია რა, ისე რომ ჩვენ ხელში არ ჩაგვივარდა და მინდა რომ აი პროსტა ერთი ვიდეო მქონდა შენახული, მეორე ვიდეო და მე იმდენი დამიგროდა რომ ბოლოებს გავაცრობ რა, პროსტა ანუ რანაირი გადაცემები აქვს ტაშტას, პროსტა ანუ დავით აკუბარდიას, ვაფშე ჯერ ერთი მე არ მჯერა რომ ვინმე აი მაგის არ ხსერს თავს და მაგას ხო რაშევით აი ოჯახშია რა თავისთან არის რა და მე მინდა რომ ეს ჩავრთო რა გადაობა არის ამას რეებს ეძახის ჯერ აი პირად რაღაც ცხოვრების რაღაცებს განიხილავს რა და აი ამას უყურებს და რა გადაობა სტუმარი ყავს ჩაერთო რა თუ კი დაუყავშირდებით ვალერის ეგება უთხრათ არ მინდა ეს განათებას ნუ ჩართავს ისე გავაგრძელოთ საუბარი მოვედი ბატონო მოვედი მოვიდა ძალიან კარგი მოვიდა შუქი არა ფანარი ვიშოვე ძალიან კარგი ქენი ჩემო ვალერი ძალიან კარგი ქენი ვალერი ძალიან ბევრი თემებია იცი მიმოსახელი ახლა გულწრფელად გეუბნები ვალერი ნახე ვალერი მენა ის ეულაში რო ის ერი მოვისტიკია ეხლა უფრო ისეთია როგორ არათებს წარმოგიდგენია ელა უფრო საშიშეს ქერი მომ გადავა მონდია რა როგორ უჭიოს ამეზოდი რა ეს ხელაში დაურეკა ქვემოდან აქ ამონათება უფრო საშიში გაიშიტოს ხო მეტი ხოდი არა აქ აი ზემოდან ვერ დაინათებს ეს პირდაპირ იმენა თვალებში და არავინ არ ყავს მარტო სიბნელეში სადმე რომ დადოსა არა ისეთ ადგილზე დგას აი არ ვიცი და ანუ სად არის ქვემოდან აქ ამონათება გაკეთება არ არის ანუ აი რა ადგილი არის მე მგონია რომ რაღაც ოფისი რო და ერთის კამეროდე და სხვა არაფერი ხო შუქი საჩაუბრა ეგ მოვიდა ხო შენ არ არის თბილისში მამენ ანუ მაგაი ადგილი როგორია რომ ერთის კამია და სხვა არაფერი არ ხდება დანუ მაინდა-მაინც ეხა უნდა ჩაგერთო ეგ კაცი მან დანუ მაინდა აუცილებელი იყო იგინე თუ არა ეგეთ ვითარებაში ჩაგერთო თან არის ამოგენათებინათ და ეგ გეკნათ ანუ აუცილებლობა იყო მაგისი აი იმას შუქიც არ მინდაო შენ ხმა გამაგონეო ოხო მინდა სიბნელეში ხო სიბნელე რო და ხო აქა ვარ და ანონიმური სტუმარი რო ეყოლება და რა მართლა ძალიან გადაობაში ვცხოვრობთ ესენი ვინ არიან ბიჭო მართლა აქ უყურე ნათელაშვილს როგორ ეღადავება ნათელაშვილი აღარ მახსოვდა ამ ვიდეოში რო გაიჩნდა გამახსენდა ისე რო არსებობს სუეჩ შერიგდნენ ეგ და აქ ადრე გაბრაზებულები იყვნენ ერთმანეთს უყურე
გაბრაზებულია. ვალერი ზვალერი რა დამჩენდა გაზ ვალერი კარგად იყოს და ვალერის ბიჭის ქორწილზე ვარ გაბრაზებული კაცო რა უფლებით და წერენ ჩემს სახელსა და არა აქვს ამის უფლება ვალერი ისა გუბაზი ზვა რა ამებრია ყველაფერი შავაი ლოგიკას დაუყენებ ვალერი ზიაკ გადაკეტილი ჩემი ვალერი რაღაცა ხდება ვალერი შეიძლება სპონსორი არის ვალერი კავკასიის არ მგონია არა ხუმრობა შეიძლება არ მგონია პროს შეიძლება კი მამი როგორც ნანუკა ჭყონიაზე გადამკვდარი ეგრე არის ვალერი და ესა იყოს ეგრე ვალერი იმდენად ტვინში ყავს ხო და მაგიტო გეუბნები ვალერი არა გუბაზიო არა და მესამეც და კიდე ვალერი თქვა მე სამჯერ ვალერი თქვა მე იმას რეაქცია რო აღარა ესე რო უძეს ყველაფერი და უძახა ვაფშე და ისინი არეულები იყვნენ დავაგდნენ კი ხო ესენი მაგარი არეულები გააყარეს თუ როგორ მაგარი ხო მითხარი აი რა მოხდებოდა ესე იჯდნენ და არ მოიწოდა და შემართა ბოლო და რაღაცა გადაცემაში არ მეიწვიეს და რაღაცა ეგ მარუსოთად აღარ მაქვს მაგრამ რაღაცა ეგეთი გრიზნია იყო და მე რამე დაურეკე აი რა გჭირს შევრიგდე და ჩვენ დიდი ხანია მეგობრები ვართ ეგ გაუკეთა და იმანას კაი და ხარია რომ ირმას ეძახდა ინგას მაგრამ მე მგონი ესეთი მე პინოქიო არის სპეციალური არა იმენა არა ინტერესებდა აი ტვინი ხო იცი როგორ რაღაცა პირველს როგორც დაიმახსოვრე ეგრე გახსოვს პირველად ყურადღები თუ არ დაიმახსოვრე 10 ჯერო ტიპმა იგივე გაგიმეოროს მე არ გახსოვს რა ვერ ასე ივებდა აი ეგ მონტია რა რომ ვალერი ყავს დასაივებული პირველზე მეორეზე გუბაზი ვალერა კარე გუბაზი და ნაჟარაში იმდენი ხანია უკვე ის ქონდა გვია წაშლი ყავდა რომ ოპ და რამე ეგა ყველაზე მაგრა ვალერის და გუბაზას და იმას ვინა ის ტიპირია თუ გუბაზას რო ბაძავს რა ხმით ეს აუ ეგ ძალიან ღარა ვინ არის ეგ ერთ-ერთი აი Facebook-ი აქვს რაღაცა Facebook-ზე არ ვიცი სახელი გუბაზას რო ბაძავს ონს უ კავკასიის ეთერების დროს არის რა და გუბაზას სახეს რო იღებს და ხმადი გუბაზასი და პროსტ თვითონ მიმიკებით რო ბაძავს არ გაქნა ნახე არა მოკლედ ჩვენი სათქმელი დავაანონსეთ სათქმელის ვთქვით ნორმალური გადაცემა გამოვიდა და ანუ ეს ნორმალური გადაცემა რა თავარი რაც იყო მომენტ ჩვენთვის იყო ის რომ ჩვენი მსმენელისთვის ჩვენი კი ჩვენი გასაკეთებელი რაღაცები რაც მომავალში გეგმავთ ისინი გაგვეცნო და დაელოდონ და მინდა გთხოვოთ ჩვენ მაყურებელს მსმენელს რომ იაქტიუროთ კომენტარებში მაგალითად აი თორნიკესთანაც ჩემთანაც ვინ მოგესურვებათ სტუმრად რომ მოვიყვანოთ ვისი საუბარი იქნება თქვენთვის საინტერესო და მე გჭირდებით რომ რამდენიმე დღეში მართლა ახალი გადაცემით წარვსგები და დარწმუნებული ვარ რომ ხარც დამიჭერთ მაგაშიც ასევე თორნიკეთს კი აი შემდეგ გადაცემას უკვე წარმოგიდგენთ კი შემდეგი კვირიდან უკვე წარმოგიდგენთ ახალ გადაცემაში ახალ გადაცემით დაგიბრუნდებით აუცილებლად მოკლედ გამოგვიწერეთ თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ანუ აი ამ თავარი თქვენო მხარდაჭერამ მიგვიყვანა მაგ გადაწყვეტილებამდე რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ზოგადად საქმიანობა და ამიტომ თქვენ გამოვაკეთებთ მაგას და თქვენგანაც გვჭირდება მხარდაჭერა ორივე ახალ გადაცემებზე და დიდი იმედი მაქვს რომ ხარს დაგვიჭერს და გამოგვიწერეთ ნუ დაგეზარებათ გაავრცელეთ ანუ დაარეპოსტეთ აი TikTok-ის მაყურებლებს მაგალითად აი არაფერი არ უნდა ერთი კნოპკა უნდა რომ დაარეპოსტო რომ ანუ ისე გავარდეს ვიდეო რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს რა და ბევრი ჩვენი თანამოაზრე ერთად გავერთიანდეთ მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი გადაცემის მხარდაჭერისთვის მადლობა თორნიკე ნორმალური გადაცემა გამოგვივიდა ნელა დავამშვიდობთ მაყურებელს კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო შევხვდებით ერთ კვირაში ნახვამდის კარგი